მოგესალმებით. ამ ვიდეოში მე მინდა გესაუბროთ ქართველ წერალზე და მის ნაწარმოებზე, რომელიც წერალიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში. მისი სახელი და გვარი იყო დანიელ ჭონქაძე და მან დაწერა მოთხრობა, რომელ მოთხრობაშიც დანიელ ჭონქაძემ გააკრიტიკა მთელი საზოგადოება საქართველოსი. ყველაფენა გააკრიტიკა, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ოფიციალურად, ჯერ არ იყო გაუქმებული ბატონყმური წყობილება. როდესაც დანიელ ჭონქაძე მოღვაწეობდა, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ბატონყმობა, ყმების ყიდვა, გაყიდვა, არა მხოლოდ სტამბოლის ბაზრებზე იყიდებოდნენ ქართველი ყმები, არამედ ჩვეულებრივად საქართველოშივე, შიგნითვე ყმები იყიდებოდნენ ისევე როგორც დღეს იყიდება საქონელი. ჩვეულებრივად ტარდებოდა ბაზრობები, წინასწარ განცხადებებს აკრავდნენ, რომ თქვათ ამა და ამ დღეს გაიყიდება ამა და ამ ბატონის ყმათა ამა და ამდენი კომლი. სულ თქვათ 40 კაცი, 41 კაცი. და ამ ყმებს ყიდულობდნენ თვითონ ქართველებივე, ესე იგი. ქართველებშივე შიგნითვე ხდებოდა თავიანთი ყმების ყიდვა, გაყიდვა. ესე იგი ეს შიგნითვე ხდებოდა და ამავე დროს, რა თქმა უნდა, აგერ ისტორიაში მოცემულია ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთაც იყიდებოდნენ ქართველები. ქართველებს თვითონ ქართველები ყიდიდნენ და ასევე არა ქართველებიც ახლა იქ მოხსენებულნი არიან მებატონეები, რუსიები, მაგალითად ეს რუსიები, ქართული გვარი ალბათ არ უნდა იყოს. მაგრამ ახლა მოდით ამას თავი დავანებოთ, რეალურად ესე იგი საქართველოში შიგნითვე ერთი მეორეში იყიდებოდნენ ქართველები. და ამ დროს მოღვაწეობდა ესე იგი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ჯერ კიდევ ბატონყმობა არ იყო გაუქმებული, იმიტომ რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გააუქმა რუსეთის მეფემ, თვითონ სახელმწიფომ გააუქმა და ვინაიდან საქართველო იმ დროს რუსეთის შემადგენლობაში იყო, როგორც გუბერნია, იმ დროს ასე იყო, დღეს ასე აღარ არის. საქართველოშიც რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ბატონყმობა და ეს ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა. ესე იგი, პირველ ნახევარში, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა ეს ახალგაზრდა კაცი დანიელ ჭონქაძე. დაახლოებით ჩემი ასაკის იყო, 30 წლის გარდაიცვალა, ეხლა მე 31-ის ვარ. 30 წლის გარდაიცვალაო და ამბობენ, რომ ინფორმაცია არის ასეთი, რომ გარდაიცვალა ტუბერკულოზით და მისი ნაწერებიდან შემორჩა მხოლოდ ეს სურამის ციხე, რომელიც ბატონყმობის დროსვე გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში და დანარჩენი სხვა ნაწერები ჰქონდაო მას, სხვა ნაწერებიცო, მაგრამ ვითომც აი ასეთი ინფორმაცია არის, რომ ვითომც იმიტომ გაანადგურესო, რომ ტუბერკულოზი რო ჰქონდაო ამ კაცო, შეიძლებოდა იმ ხელნაწერებზეც ყოფილიყო ამ დაავადების გამავრცელებელი ორგანიზმი, ესე იგი. რაც იყო ეს მიკროორგანიზმი ტუბერკულოზის გამომწვევი. რაც შეეხება კონკრეტულად ახლა ამ ინფორმაციას, ახლა მე არ ვიცი რამდენად სწორია, რამდენად არ არის სწორი, მაგრამ ამასაც ახლა მოდით თავი დავანებოთ და უშუალოდ მინდა რომ განვიხილო ეს სურამის ციხე, რომლის მთავარი სათქმელი თვითონ ეს სურამის ციხე არ არის. ეს სურამის ციხე ასე ჰქვია, მაგრამ აქ ზოგადად ეს ფონია გამოყენებული და რეალურად ამ სურამის ციხეში, ამ მოთხრობაში გაკრიტიკებული არის თვითონ მებატონეებიც, გაკრიტიკებულები არიან მღვდლებიც, ეს საპატრიარქოს იმდროინდელი ორგანიზაცია რაც იყო. მღვდლებიც
გაკრიტიკებულები არიან მკითხავებიც. გაკრიტიკებულები არიან თვითონ ყმებიც, ესე იგი მებატონეებსაც აკრიტიკებს, ყმებსაც აკრიტიკებს, ყმების აზროვნებას და აკრიტიკებს მღვდლებსაც. კონკრეტულად მე მინდა ერთ ამბავს შევეხო, რომელიც მოცემულია ამ მოთხრობაში. მე ამ მოთხრობის ინტერნეტ ბმულს მიუთითებ ვიდეოს კომენტარებში, შედით, გადმოწერეთ, მცირე მოთხრობა არის, მალე გადაიკითხავთ. შეიძლება 1 საათში არც კი გადაიკითხოთ ეს. მცირე ზომის მოთხრობა არის და ვიდეოს კომენტარებში მიუთითებ, რომ თქვენ თვითონვე წაიკითხოთ. აქ არის ერთი ასეთი ამბავი მოთხრობილი. იყო ერთი ქვრივი ქალი, ამ ამბავს თვითონ ამ ქვრივი ქალის შვილი ყვება უკვე ზრდასრულობის ასაკში, ერთ ყმას უყვება, სახელად დურმიშხანს. ამ ყმას ერქვა ოსმან აღა, ვინაიდან მან სახელი გადაიკეთა. მისი ძველი სახელი იყო ნოდარი, როდესაც იგი ცხოვრობდა დედამისთან ერთად. და ეს ადამიანი თავის ამბავს ყვება და ეხლა რა ამბავია. ამ ნოდარის ყავდა და ყავდა დედმამა. როდესაც მამამისი გარდაიცვალა ტრაგიკულად, მათმა მებატონემ ყველაფერი წაართვა ამ ქვრივ ქალს და ბავშვებს და ბოლოს ეს ქვრივი ქალის და ბავშვებიც თავისთან წაიყვანა, რომ სახლში შინამოსამსახურეებად ემუშავებინა. ერთხელაც ამ მებატონეს ვინმე კახელი მღვდელი მიუვა სტუმრად და ამ კახელ მღვდელს მიჰყიდის ნოდარის, ამ ახალგაზრდა ჭაბუკს. დედამისი ბევრს ეხვეწება თავის ბატონს, ეს ბატონი არ დაუჯერებს, ეხვეწებოდა რომ არ გაეყიდა იგი, მაგრამ არ დაუჯერებს და ეტყვის რომ სახვალიოდ მოამზადეო ნოდარიო, რომ ესე იგი აი ამ მღვდლისათვის უნდა გაეტანებინა, იმიტომ რომ მღვდელმა იყიდა. შუაღამისას, როდესაც ყველას უკვე ეძინა, ნოდარის დედა ადგა, თავისი ბავშვები მოამზადა და ჩუმად გაიქცა ქალაქში. სადაც მან სახელები შეუცვალა თავის შვილებსაც და თვითონაც, კარაპეტა დაარქვა თავის ნოდარის, შუშანა დაარქვა თავის გოგონას, თვითონაც გამოიცვალა სახელი, სომხობა დაიბრალაო. აი ასე გადმოგცემს მოთხრობის ავტორი და რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი წარმატებით იმალებოდნენ და დადიოდნენ სომეხთა ტაძარში, ასე ვთქვათ. მაგრამ იქ იმ რიტუალებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ, რომელი რიტუალსაც ზიარების რიტუალი ეწოდება. ერთხელაც ამ ქალს სინდისმა შეაწუხა და მარიამობის მარხვაშიო გადაწყვიტაო, რომ მისულიყო ქართველ მღვდელთან აღსარება ჩაებარებინა და ზიარებულიყო. როდესაც ეს ამბავი უთხრა მის შვილს ნოდარის, ნოდარი ეხვეწებოდა, რომ იმ მღვდლისთვის ყველაფერი არ გაემხილა, იმიტომ რომ მათ საფრთხე დაემუქრებოდათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ დედამისმა სინდისმა შეაწუხაო და ამ ქართველ მღვდელს ყველაფერი უამბო. არ გასულა დიდი დრო და ამ ქვრივ ქალს და თავის შვილებს მებატონის ხალხმა მოაკითხა, თავზე დაადგნენ, როგორც ჩანს, ესე იგი იმ მღვდელმა მებატონესთან დაასმინა. წაიყვანეს ეს ქალი თავის შვილებთან ერთად და ნოდარი, ეს ოსმან აღა ასე გადმოსცემს თავის ამბავს, რომ როცა დედაჩემსო ესე დედაჩემიო მიყავდათო, დედაჩემიო მიყურებდაო თითქოს
პატიებას მთხოვდაო აი ამისთვის, რომ არ დამიჯერაო და ესე იგი იმ ქართველ მღვდელს, რომ ყველაფერი უამბოო. წაიყვანეს მებატონესთან და ამ მებატონემ დასაჯა ესე იგი გაქცევისათვის ჯერ გუთანში ხარებთან ერთად შეაბა ეს ნოდარი და დედამისი, მაგრამ ხარები ნელა დადიოდნენ და შემდგომ ამისა შეაბა ისინი კევრში. კევრი ვინც არის ეს არის ესეთი ბრტყელი ფიცარი, რომელსაც ქვემოდან ქვები ჰქონდა დამაგრებული და ხორბლის ან ქერის თავთავებს ზემოდან გადაატარებდნენ, რომ ეს გალეწავდა, ასე ვთქვათ. დაადგა უღელი ნოდარის და დედამის მებატონემ, თვითონ კევრზე დადგა და ამათ ერეკებოდა როგორც ცხოველებს. 10 წრე რომ დაარტყეს კალოს, მე-11 წრეზე ეს ქალი უსულოდ დაეცა და მოკვდა. ამ მებატონეს ეგონა რომ იტყვებოდა ეს ქალი და ჯოხით რტყმა დაუწყო ამ ქალს. და აი ასე როცა დაინახა რომ მკვდარი იყო, ნოდარი გაათავისუფლა და აი ასე ესე იგი თავისი ჭკუით აი ასე დასაჯა ამ მებატონემ ეს ქალი. კონკრეტულად ამ ამბავში ტრაგედია ის არის, რომ ეს ქალი თავის ცრუ რწმენას არასწორ რელიგიურ წარმოდგენას ემსხვერპლა, რაც იესო ქრისტესაგან არ არის დადგენილი, რომ ამ მღვდლებს უნდა ჩავაბაროთ აღსარებები და მღვდლის ხელიდან უნდა ვეზიაროთ და რაღაც ამას ჩვენ ღმერთი არ გვასწავლის. და ზუსტად ეს ქალი თავის უცოდინრობას და აი ამ არასწორ რელიგიურ წარმოდგენებს ემსხვერპლა. შემდგომ ამისა, როდესაც წლები გავიდა, ნოდარი მებატონესთან ცხოვრობდა, გავიდა წლები ამასობაში და ნოდარის შეუყვარდა ამ მებატონის ცოლის ყმაგოგო, ყმაქალი, რომელსაც ერქვა ნატო და როდესაც თავის მებატონეს უთხრა, რომ ჯვარი მინდაო დავიწერო ნატოზეო, ამ მებატონემ იუარა და თვითონ ამ მებატონემ დაადგა თვალი ნატოს. და არ შიყობა დაუწყო ნატოს. გააკეთა ისე ამ მებატონემ, რომ ამ ბატონმა რომ ნოდარი გარკვეული ხნით სხვაგან გაგზავნა, რომ ნატოსთან მარტო დარჩენილიყო, მაგრამ ეს ნატო არ დაემორჩილა და წყალში თავი დაიხრჩო. როდესაც ნოდარი დაბრუნდა მებატონესთან სახლში, ესე იგი, სადაც იგი ცხოვრობდა და ნატოს ამბავი მოიკითხა, ერთმა მოხუცმა ქალმა მას უთხრა, რომ მოუყვა ეს ამბავი და ეს განრისხებული, გაბრაზებული, გაცოფებული მივარდა თავის ბატონს. ეკითხება, სად არისო ნატუაო? ნატუას ეძახდა, ნატოს. და ამ დიალოგში ხანჯალი იძრო ნოდარიმ და თავისი ბატონი მოკლა. გაცეცხლებული და ეს განრისხებული მივარდა ამ ბატონის ცოლშვილსაც და ისინიც ზედ დააკლა, ესე იგი ორივე მათგანი მოკლა და ამის შემდეგ იგი გადაიხვეწა ახალციხისკენ, სადაც ისლამი მიიღო, გადაიხვეწა მერე თურქეთში, იანიჩარის ჯარში ჩაეწერა, იქ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჩინებს მიაღწია ასისთავობას და აი ესეთი ამბავი არის მოცემული სურამის ციხის მოთხრობაში. უმჯობესია, რომ თქვენ თვითონ ეს წაიკითხოთ, მე ეს პატარა ამბავი იმიტომ გამოყავი, რომ
აქ პრობლემა ის იყო, რომ თვითონ ყმებიც რომ გაუნათლებლები იყვნენ ღვთის წერილში და სჯეროდათ რომ ესე იგი ღვთელს უნდა ჩააბარო აღსარება თან სინდისიერად რომ ყველაფერი უნდა უთხრა, როგორც აი იმ ქალმა გააკეთა და თავისივე უცოდინრობის მსხვერპლი გახდა ის ქალი. ამავე დროს უნდა ითქვას ის, რომ ბიბლიის თანახმად ქრისტიანთა შორის არ უნდა არსებობდეს ბატონყმობა და ეს ძალიან მკაფიოდ არის გადმოცემული ბიბლიაში კერძოდ ფილიმონის მიმართ გაგზავნილ წერილში, სადაც პავლე მოციქულის წერს ერთ ბატონს სახელად ფილიმონს, მისი მონის ონისიმოსისათვის, რომ ფილიმონი ვალდებული იყო უკვე მართებდა მას ის, რომ ონისიმოსი უკვე უნდა მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა. ვინაიდან ესენი ორივენი უკვე ქრისტიანები იყვნენ და ბატონყმობა უკვე გაუქმდა ქრისტიანთა შორის. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ქართველი მეფეები, თავადაზნაურები, ეს მღვდლები თავის თავს ქრისტიანს ეძახდნენ, მრავალი საუკუნის განმავლობაში ბატონყმობა ქართველმა მეფეებმა საქართველოს მთელ მოსახლეობაში არ გააუქმეს. ისტორიიდან ერთი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ ერთი ფაქტი ვიცი და მახსოვს, რომ გიორგი ბრწყინვალეს რო ეძახიან აი მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ ბატონყმობა გააუქმა ქიზიყის მოსახლეობაში და ასევე მთიელ ხალხებში, მოსახლეობაში. დანარჩენ სხვა მოსახლეობაში ბატონყმობა არ გაუქმებიათ საქართველოს მეფეებს და ასეთი ანტიქრისტიანული ბატონყმობა ბობოქრობდა საქართველოს მოსახლეობაში. და ესეც ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში მოღვაწე მრავალსაუკუნოვანი საპატრიარქოს ორგანიზაცია არც თვითონ იყო ქრისტიანი და არც საქართველოს მეფეები იყვნენ ქრისტიანები, აი ეს მეფეები, რომლებიც არ აუქმებდნენ ბატონყმობას. სხვა რამებზე ახლა ლაპარაკი არ მაქვს, ვინაიდან დანიელ ჭონქაძის ეს მოთხრობა ეხება თვითონ ბატონყმობასაც, იგი აკრიტიკებს ამ მღვდლებსაც, როგორ იყვნენ თვითონვე ჩართულები ამ ყიდვა-გაყიდვაში, თვითონ მღვდლებსაც ყავდათ ეს ყმები და აგერ მთელი ეს ისტორია, მთელი ეს ტრაგიკული ისტორია, რასაც გადმოსცემს ეს მოთხრობა, რასაც გადმოსცემს დანიელ ჭონქაძე, პირდაპირ აი იმ საპატრიარქოს ორგანიზაციის და აი იმ მღვდლების ბრალი არის, იმიტომ რომ ეს რო არ მოხდარიყო, აი იმ მღვდელს რომ არ ეყიდა ნოდარი და ისინი თქვათ არ გაქცეულიყვნენ, რო გაიქცნენ, კარგია ვთქვათ. მაგრამ მთელი რიგი ის ამბები არ მოხდებოდა, ვთქვათ, ჯერ ეს ერთი. მეორეც, ეს ნამდვილად ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ, ის მღვდლები აღარ იქნებოდნენ, იმიტომ რომ იესო ქრისტემ იმთავითვე ეს სარიტუალო მღვდლობა გააუქმა და ესეც ბიბლიაში არის ჩაწერილი და წაიკითხეთ. თქვენ თვითონვე რომ ეს იცოდეთ. და ესე იგი, ეს მღვდლები იმთავითვე მღვდლები არ იქნებოდნენ. არამედ ქრისტიანები იქნებოდნენ, ვისაც ენდომებოდა და ქრისტიანი მასწავლებლები იქნებოდნენ და აგერ მეფეებსაც და მებატონეებსაც ასწავლიდნენ აი ამას, რომ ბატონყმობა არ არის სწორი და თუგი ისინიც გაქრისტიანდებოდნენ, ბატონყმობას იმთავითვე გააუქმებდნენ. მეორეც, როდესაც ის ქალი ნოდარის დედა ვითომცდა თავისმა სინდისმა შეაწუხა და მივიდა ქართველ მღვდელთან და ყველაფერი ჩაუკაკლა, მას რომ სცოდნოდა რომ ეს მღვდლები ღმერთისგან არ არიან დადგენილები და არც ის სომეხთა
ტაძრები აღმერთისგან დადგენილი, არამედ ღმერთისგან თვითონ თავისივე ბიბლია დადგენილი და იქიდან უნდა ისწავლონ ადამიანებმა. მოდარის დედამს რომ ეს სცოდნოდა, არც იმ მღვდელთან მივიდოდა და იმ სიკვდილსაც არ დაიტეხავდა ასეთი საშინელი სიკვდილით, არ მოკვდებოდა თავისი შვილის თვალწინ. თვითონ ის მებატონეებიდან რომ იყვნენ აი ასეთი სასტიკი მებატონეები, ნამდვილად რომ იყვნენ, ეს მოცემული არის, ამაზე მთელი რიგი ისტორიები არის მოცემული საქართველოს ბატონყმობის ფაქტიურ მასალებში, რომელი მასალებიც 6 ტომად არის გამოცემული და ელექტრონული ვერსიები არის ინტერნეტში. ჩაწერეთ აგერ Google-ში საქართველოს ბატონყმობის ფაქტიური მასალები. და იქ არის მთელი რიგი მონაცემები საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები მებატონეები, რასაკეთებდნენ, ყმები რა დღეში იყვნენ და ყოფილ ყმათა მიერ ნაამბობი ისტორიებიც არის გადმოცემული. ამიტომაც დანიელ ჭონქაძის ამ მოთხრობაში მართალია რომ ეს მოთხრობა არის, მაგრამ ძალიან რეალური ისტორიებია მოცემული. რეალური ისტორიები როგორ ახლა? შეიძლება ზუსტად სიტყვით ასეთი ისტორია არ მომხდარა სიტყვით, მაგრამ აი ვთქვათ კონკრეტულად რომელიღაცა ყმას შეიძლება ნოდარი არ ერქვა და ერქვა ვთქვათ სხვა სახელი ვთქვათ. მაგრამ მსგავსი ისტორიები რომ ხდებოდა და ეს ამ მღვდლებზე ერთ-ერთი ყმა ამ ბატონყმობის ფაქტიურ მასალებში ამბობს ასეთ რამეს რომ მღვდლებიო, ბატონებსო, სულ გვერდში უდგნენო და კლავს უმაგრებდნენო. და ეს ბატონებიო, თავადები, ესე იგი ეს ბატონები და მღვდლები და კითხავებიო, სოფლის ხორცმეტები არიანო და ჩვენშიო მუშა ხალხი ასე ფიქრობსო. და თვითონ ეს მკითხავებიც დანიელ ჭონქაძეს გაკრიტიკებული ყავს თავის აი ამ მოთხრობაში, სადაც იგი გვახედებს ამ მკითხავების შიდა საუბარში, სადაც ისინი თითქოს და ერთ-ერთი ესე იგი ორი მკითხავი არის, ერთად ცხოვრობენ, დედაშვილი არიან ესენი, ერთი მოხუცებულია, ერთი ახალგაზრდაა. და ეს ახალგაზრდა მკითხავი დედამის შესჩივლებს, რომ აღარ შემიძლია ადამიანთა მოტყუებაო. ესე იგი თვითონვე იცოდნენ, რომ ადამიანებს ატყუებდნენ და ეს დედამისი ეუბნება, რომ ჩვენი წინაპრები ასე იყვნენო და ჩვენც ასე უნდა ვიყოთო. ესე იგი იმათშიც წინაპრობით გადაეცემოდა ეს მკითხავობა. და დამაფიქრა აი ამ ამბავმა მე, რომ ესე იგი თვითონ ეს მკითხავებიც კი აი ასე აზროვნებდნენ. რომ აი ჩვენი მამა-პაპა ასე იყო, მკითხავები იყვნენო და ამიტომ ჩვენც მკითხავები უნდა ვიყოთო. და მიუსადაგე ესე იგი დღევანდელ ქართველებს რო ამბობენ, რომ აი ჩვენო გჯერავ ამ ტაძრებისაო, ჩვენი მამა-პაპაო აშენებდა ტაძრებსო, აი ასე მოვედითო. ამ დროს ამათი მამა-პაპა, ჩვენი მამა-პაპა, აი აქ ვინც ცხოვრობთ და რომელთა მამა-პაპა თუ ბებია-პაპა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც ყმების შთამომავლები არიან, მათი მამა-პაპა ყმები იყვნენ და დაჩაგრულები იყვნენ. ვინიც ის დღევანდელი ქართველების უშუალო მამა-პაპამ რა ტანჯვები გამოიარა. და რა ეხლა, რადგან მამა-პაპა ყმა იყო, დღევანდელობაშიც ეს უნდა შევინარჩუნოთ და ყმობა უნდა აღვადგინოთ? არა, რა თქმა უნდა. ამავე დროს, როდესაც დღეს წერა-კითხვა მრავალმა ქართველმა იცის და აგერ ღვთის ბიბლიას ისწავლის და იქიდან გაიგებს, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში.
თვითონ ღმერთი ამბობს ამას, აგერ ესაია წინასწარმეტყველთან ბიბლიაში, ესაია წინასწარმეტყველის 66-ე თავში, ამავე დროს ამაზე ლაპარაკი არის მოციქულთა საქმეების მე-7 და მე-17 თავებში, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და არც რაიმე სამსახურს მოითხოვს ჩვენი ხელიდან. ამავე დროს ღმერთი გველაპარაკება იმასაც, რომ იგი ჩვენგან არ ითხოვს ამ ცხრებისა და სხვადასხვა ცხოველთა დაკვლას. არ ითხოვს ამას. და როდესაც დღევანდელი ქართველი ამას წაიკითხავს, რატომ უნდა უარყოს ეს? იმის გამო, რომ აი ჩემი მამა, პაპა ეს აკეთებდა და მეც ასე უნდა გავაკეთო. მამა, პაპა. ხო და ამათი მამა, პაპა და ჩვენი მამა, მამა, პაპა არა, უფრო ძველი წინაპრები. ჩვენი ძველი წინაპრები, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, იყვნენ ყმები. და რა ეხლა ჩვენც ყმები უნდა ვიყოთ, ეხლა მე კონკრეტულად არ ვიცი, კონკრეტულად აი ჩემი წინაპრები ყმები იყვნენ თუ არ იყვნენ, არ ვიცი ეს. მაგრამ აგერ შათირიშვილების წინაპრები, მუმლაურების, ასევე დოლმაზანაშვილების, მთელი ამ ყმების სახელი და გვარები არის მოცემული ამ ბატონყმობის ფაქტიურ მასალებში. ყმები იყვნენ და რა, ეხლა ჩვენც ყმები უნდა ვიყოთ? არა, რა თქმა უნდა. ამავე დროს ჩვენი მამა, პაპა თუ წინაპრები თუ ამ ტაძრებს აშენებდნენ და უცოდინრები იყვნენ და იესო ქრისტეს არ იცნობდნენ, ჩვენ ამ უცოდინრობაზე უარი უნდა ვთქვათ და ჩვენ თვითონვე ბიბლიიდან უნდა გავიცნოთ იესო ქრისტე. მე პირადად ეს გავაკეთე. ქრისტეს წერილიდან გავიგე რა არის იესო ქრისტეს სწავლება, ვინ არის იგი, რა გააკეთა მან ჩემთვის, რომ მან ცოდვისგან გამომისყიდა თავისი მსხვერპლითა და თავისი სისხლით გამწმინდა და იგი არის ჩემი უფალი და ჩემი მხსნელი, ვირწმუნე იგი და ჩამოვშორდი ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას ჩემი ნებით. არც სხვა რომელიმე ორგანიზაციაში შევსულ ვარ და არც მე დამიარსებია რაიმე ორგანიზაცია. არამედ აგერ მჯერა ქრისტეს წერილისა, ჯერა იესო ქრისტესი და აი ამ რწმენით ვარ მე შეგნებული ქრისტიანი. და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ და თქვენი ბავშვები აღარ უნდა ატაროთ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებთან და თავი არ უნდა მოიტყუოთ, რომ ვითომ თქვენი შვილები გააქრისტიანეთ ამათთან მონათვლით. იმიტომ რომ აგერ ღმერთის წერილიდან ვიგებთ იმას, რომ ადამიანი უნდა მოინათლოს იესო ქრისტეს სიტყვების მეშვეობით და მისი სულიწმინდის მეშვეობით. და ეს წყლით მონათვლა დღევანდელობაში აღარ არის აუცილებელი. ეს წყლით მონათვლა იოანე ნათლისმცემლის დროს უფალმა დაადგინა, მაგრამ იოანე თვითონ ამბობდა, რომ მეგნათლავთ წყლითო, ხოლო ჩემს მერე მომავალიო ქრისტეო, ესე იგი უკვე მოგნათლავთ სული წმინდითო. და თავად ქრისტეს არავინ მოუნათლავს წყლით. დასაწყისში მისი მოციქულები ადამიანებს წყლითაც ნათლავდნენ და მერე უკვე აგერ პავლე მოციქულმა ქალაქ კორინთოში მცხოვრები ქრისტიანების უმრავლესობა წყლით აღარ მოუნათლავს და კორინთელთა მიმართ პირველ წერილში პირველივე თავში პირდაპირ ეუბნება კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომ მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი მომინათლავსო, გარდა კრისპუსისაო, გაიოზისაო და სტეფანას ოჯახისაო. ვინაიდან მეო ქრისტეს მოსანათლავად კი არ მოვლენი ვარო, არამედ სახარებლად მომავლინაო. ამიტომაც იმთავითვე ამ მღვდლებთან სიარული ღმერთს არც მოსანათლავად დაუწესებია და არც საზიარებლად და არც არაფრისთვის ეს მღვდლები ქრისტეს მიერ არ არიან დადგენილები. კარგით, დაგემშვიდობებით, აი ეს მინდოდა მეთქვა და კომენტარებში მიუთითებ დანიელ ჭონქაძის სურამის ციხის მოთხრობის აი ამ
ონლაინ ბმულს გადმოიწერთ თქვენსავე ტელეფონში და PDF ფაილის მეშვეობით გახსნით მას. Play Store-ზე შეგიძლიათ ეს PDF ფაილის გასახსნელი პროგრამა გადმოიწეროთ და გახსნათ. აბა, წარმატებებს გისურვებთ ღვთისმსწავლების შემეცნებაში, წინ წაწევაში, აი ამ კეთილ საქმეში.